გამარჯობა ყველას. დღეს მოგესალმებით პარიზიდან. გადაწყვიტე აგვისტოში ვლოგები შემოგთავაზოთ. მახსოვს, როცა წლების წინ YouTube ვლოგებით დავიწყე, როგორ მოგწონდათ. თან ჩემი პოდკასტი თვითშემეცნებას, განვითარებას, ცნობიერების გაფართოვებას ეძღვნება. მარტო მოგზაურობა ვფიქრობ, ერთ-ერთი საშუალებაა, რომ საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ და ხანდახან გვერდიდან დანახვაც შევძლოთ. აუცილებელია ამისთვის მოგზაურობა. ჩემი აზრით არა. შეიძლება შენი ქვეყნიდან საერთოდ არ გახვიდე, მაგრამ იმაზე მეტად შეძლო განვითარება, ვიდრე ადამიანმა, რომელიც 40-ს გასცდა და კიდევ ითვლის მონახულებული უცხო ქვეყნების რაოდენობას. მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ჩემებურ სოლო მოგზაურობას. თუმცა მთლად სოლოც არ გამოვიდა. ჩემი და და მეგობრებიც მაკითხავდნენ რიგრიგობით. მე დიდი ხნით მიყვარს სამოგზაურო წასვლა. ამჯერად ერთი თვით ვიყავი. ისევ პარიზში, სადაც 3 თვეც მიცხოვრია წლების წინ. პარიზი ჩემი საყვარელი ქალაქია. არ ვიცი რა აქვს აქაურობას ისეთი, რაც ასე მიყვარს. მაგრამ სიყვარულს ხომ ვერ ახსნი. რატომ მომწონს ვიტყვი, მაგრამ რატომ მიყვარს, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამ დღეებში საინტერესო ადამიანები გავიცანი. ჩემი ახლობლებიც კი თავიდან გავიცანი. როგორც ამბობენ, მოგზაურობაში ამოიცნობ ადამიანის ნამდვილ ბუნებასო. ბევრი ვიტირე, რა თქმა უნდა, სულ მუზეუმებში. ყველაზე ცხელი დღეები გამოვიარე. მქონდა ისეთი დღეები, როცა ბევრს ვფიქრობდი. ისეთებიც, როცა საერთოდ არაფერზე მიფიქრია. მოვინახულია ძველი საყვარელი ადგილები და ახლებიც აღმოვაჩინე. მოკლედ, ეს არ იქნება ვლოგი ეფექტებით, სწრაფი მონტაჟით და სცენარის მოულოდნელი განვითარებით. ვიღებდით ჩემს ყოველდღიურობას და ამასვე გაგიზიარებთ ბუნებრივად. იმედია ისიამოვნებთ. პარიზი ისეთი მრავალფეროვანი, ისეთი მასშტაბური და ისეთი საინტერესო ქალაქია, ნებისმიერი გემოვნების, ნებისმიერი ცხოვრების სტილის, ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანისთვის არის კომფორტული. ყველას შეუძლია იპოვოს თავისი თავი, ყველას შეუძლია იპოვოს თავისი კუთხე და ყველა იქნება ბედნიერი. მეც ჩემი პარიზი მაქვს და ვეცდები, რომ ეს გადმოგცეთ ჩემ ბლოგებში. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაფერი განახოთ და ძალიან განვსჯით, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ამპლუა. ადრე კი ვდებდი, რამდენიმე 1-2 ვიდეო მაქვს დადებული ასეთ სამოგზაურო, მაგრამ ცოტა გამიჭირდა სიმართლე რომ გითხრათ, მარტოს გადაღება, მაინც ასეთ დროს საჭიროა ვიღაცა, ვინც დაგეხმარება გადაღებაში. ახლა მაგალითად ჩემი და მეხმარება, ჩემი მეგობრები მიღებდნენ, მეხმარებოდნენ, ზოგჯერ უცხო ადამიანებს ვთხოვდი ხოლმე გადაღებას. მაგრამ მე მგონი საბოლოო ჯამში მაინც საინტერესო გამოვიდა. ასევე გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს, ვინც პარიზში ცხოვრობენ, ქართველებს და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, დამიტოვეთ კომენტარები და დღეს გვექნება პირველი ვლოგი. პარიზში საღამოს 10 საათზე ჩავფრინდი, კარგად გამოვიძინე და მეორე დილას პირველი რაც გავაკეთე, წყალი ვიყიდე. ვიცი რომ ბევრი უნდა ვიარო, ამიტომ ჰიდრატაცია აუცილებელია. უცხო ქვეყანაში ჩასვლის პირველ დღეებში ყოველთვის ვყიდულობ ახალ ტანსაცმელს და ახალ სუნამოს. შოპინგის დროს გადაღება კარგად ვერ მოვახერხე, თუმცა რაღაც მაინც შევწელი. დავინახე ერთი ბრენდი, რომელიც ძალიან მომწონს, ჩემ ბიუჯეტში არ ჯდება, მაგრამ დანახვა. ეს არის სამკაულების ბრენდი, ფრანგული. პარიზში ვანდომის მოედანზე რომ ჩაივლით, გარშემო მხოლოდ საიუველირო მაღაზიებს დაინახავთ. ბუშერონი ვანდომის მოედნის პირველი ლეგენდაა. მისმა დამფუძნებელმა ფრედერიკ ბუშერონმა 1893 წელს აქ პირველი საიუველირო სალონი გახსნა, 26 ნომერში, რადგან შეამჩნია, რომ მზის სხივები ამ კუთხეს ყველაზე დიდხანს ანათებდა და ალმასებს განსაკუთრებულ ელვარებას სცენდა. ბუშერონის თითოეული სამკაული ხელოვნებისა და პარიზული სინაზის იდეალური სინთეზია. ეს ოქროს საათი ჩემი სურვილების სიაში მაქვს. საათი არასდროს მქონია და ვფიქრობ, ეს ზუსტად ჩემი სტილია. აქვე ჰქონდათ სამაჯურების 20-ზე მეტი ვარიანტი, რომელსაც დამკვეთი არჩევს და 2 დღეში უმზადებენ. ეს ბრილიანტების საათიც ულამაზესი იყო. How much for this? It depends, like with diamonds you will be around like 8,000, without diamonds 6,000.
because it's a new one. აქ ვარჩევ ჩანთას. ზუსტად ვიცოდი რა ბრენდის ჩანთა მჭირდებოდა. ეს არის ლეტანერ, რომლის ისტორიაც 1898 წელს იწყება. საუკუნეზე მეტია ეს ფრანგული ბრენდი, ეგრეთ წოდებული quiet luxury, ანუ ჩუმი ფუფუნების სიმბოლოა. აქ ვერ შეხვდებით მყვირალა ლოგოებს, რადგან მთელი ყურადღება ტყავის უზადო დამუშავებასა და სრულყოფილ ნამუშევრებს ეთმობა. ეს ბრენდი ისეთი მომხმარებლების საყვარელი არჩევანია, ვისთვისაც ნამდვილი პარიზული შიკი არა თვალშისაცემ ტრენდებში, არამედ ოსტატობასა და ფუნქციურ დახვეწილობაში გამოიხატება. შემდეგ ვლოგში ჩემ დასწავიყონ ლეტანერის ბუტიკურ მაღაზიაში, სადაც უფრო დიდი არჩევანია და უფრო კარგად დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. დღეს ცოტა გვიან გამოვედი. დღეს მინდა წავიდე მუზეუმში. პატარა მუზეუმებით მიყვარს დაწყება. მერე როცა ჩემი მეგობრები ჩამოვლენ, მერე წავალმეთან ერთად დიდ მუზეუმში. ეხლა უნდა ჯერ წავიდე, რაღაც პროდუქტები ვიყიდო, ხილი და რაღაცები. და მერე დავუბრუნდები და მერე წავალ მუზეუმში. დავით. ახლა განახებთ ჩემს სახლთან ახლოს როგორი ბიო ძალიან საყვარელი მაღაზია მაქვს, სადაც იყიდება ხილი, ბოსტნეული და სხვა რაღაცები. საყვარელი ქუჩა. Ah non, c'est bon. ეხლა ჯობია ავარჩიო და მერე დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. ვიყიდე ხილი, ყველი, რაც მოყავს. ბაგეტიც შევს ბულანჟერეაში. და ახლა ამას დავტოვებ სახლში და წავალ მუზეუმში. დღეს გადავწყვიტე რომ წავიდე Petit Palais, რომელიც არის ისეთი არატურისტული საყვარელი სასახლე, პატარა. და იქაც ახლა მოვედი ჩემი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხიდთან პარიზში. ალექსანდრე მესამეს ხიდი პარიზის ყველაზე მდიდრული ხიდია, რომლის საძირკველშიც პირველი ქვა 1896 წელს რუსეთის უკანასკნელმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ჩადო. ხიდს მისი მამის, ალექსანდრე მესამის სახელი ეწოდა. ბოარცის სტილის ეს არქიტექტურული საოცრება თავისი ოქროსფერი პეგასებით, ნიმფებითა და 32 დეკორატიული ლამპიონით მე-19 საუკუნის მიწურულის ოქროს ხანაში გაბრუნებს. ალექსანდრე მესამის ხიდზე რომ გადახვალთ, თქვენს წინაშე მარცხნივ გრან პალე, ანუ დიდი სასახლე, მარჯვნივ კი პეტი პალე, ანუ პატარა სასახლე გადაიშლება. ხათშორს ეს არის ერთ-ერთი ისეთი მუზეუმი პარიზში, რომელიც არ არის ფასიანი. პეტი პალე ნამდვილი არქიტექტურული ძვირფასეულობაა, რომელიც 1900 წლის მსოფლიო გამოფენისთვის თავის დიდ ძმასთან, გრან პალესთან ერთად აიგო. ამავე წელს გაიხსნა სწორედ ალექსანდრე მესამეს ხიდიც. მუზეუმში ოქროსფერი მოჩქურთმებული ჭიშკრით შედიხართ, რომელსაც იმედის ჭიშკარს უწოდებენ, თითქოს რაღაც ზღაპრულ სამყაროში გეპატიჟება, სადაც მონეს, სეზანისა და სხვა გენიების ნამუშევრები დაგხვდებათ. თუმცა, მთავარი საიდუმლო შიდა ეზოში იმალება, რომელიც სამწუხაროდ წამეშალა, მაგრამ მერწმუნეთ, პეტი პალეს დამალული საგანძურია მისი შიდა ბაღი. პეტი პალეში ხელოვნების ისტორია ანტიკური ხანიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ცოცხლდება. უფასო საგამოფენო სივრცეებში ერთმანეთს ენაცვლება რენესანსის ხანის იშვიათი ხელნაწერთა ნიმუშები, რემბრანდტისა და რუბენსის ტილოები და ფრანგული იმპრესიონიზმისა თუ სიმბოლიზმის შედევრები. მათ შორის გუსტავ კურბეს, ეჟენ დელაკრუასა და ედუარდ მანეს ნამუშევრები. ყველაზე დიდ ხანს ვათვალიერებდი არტ ნუვოს, ანუ ახალი ხელოვნების ეპოქის უნიკალურ დეკორატიულ ექსპონატებს. ემილ გალეს მინის ნაკეთობებს და ჰექტორ გიმარის ავეჯს. ესეთი ჩვევა მაქვს, რომ მუზეუმში სანამ წავალ, არასდროს ვეცნობი სხვა ადამიანების რეკომენდაციებს,
თუ იქ რა დამხდება. ყველას თავისი გემოვნება აქვს და ყველა თავის საყვარელ ნამუშევარს გამოყოფს. ამიტომ მიყვარს მოულოდნელი აღმოჩენები. ასეთი იყო ჩემთვის მონეს ეს ფერწერა, საოცარი ტილო, რომელიც გასვლისას შემთხვევით შევამჩნიე. ფერები აქვს, ნახეთ ვარდის ფერი როგორ შედის ცისფერში და იქ მწვანე საოცარი ფერებია. ეს არის პისარო. ნახეთ ალმაზე პისაროც. ეს არის ალფრედ სისლი. ეს არის ჩემი საყვარელი მხატვარი ჯონ უილიამ ვოთერჰაუსი. ძალიან მიყვარს ამ მხატვრის Lady of Shalott. კიდე მიყვარს მგონი ოფელია. ძალიან ხატებებს. უკვე თანამედროვე 1909 წელს ვიქნა ეს ნახატი. რაცნაირი ხასიათი აქვს. გიჟდები ესეთ მოულოდნელ სილამაზებს რო წავაწყდებო. ესეთ პატარა. არ ვიცი დღეს რატო არ ჩავრთე მიკროფონი. ახლა ვნახე დღევანდელი ვიდეოები და მე მგონი ხმა ძალიან ცუდი იყო. ახლა ვარ ტროკადეროზე. 10 წლის წინ ამ ტროკადეროსთან ახლოს მე-16 უბანში ვცხოვრობდი და ძალიან მიყვარს ეს უბანი. ნახეთ წინ როგორი ხედი აქვს ტროკადეროს. იქ ჩანს ეიფელი, ხა ეს ხეები ეფარება. ეს ცნობილი ხედია, მე ახლოდანაც მივაგანახებთ. შევუკვეთე ხილი და ცივი ჩაი ყინულით. აქ არის ეს არის ჯემი და ეს არის კრემი, ტკბილია ორივე და დიდად ვერ შევჭამ, იმიტომ რომ შაქრიანს არ ვჭამ. ეხლა ვარ ჩემს საყვარელ ქუჩაზე, ტროკადეროდან ამოდიხარ აქ. და მე უახლოვდები ბულონის ტყეს. უბრალოდ ნახეთ რა სილამაზეა. პარიზის მე-16 რაიონი უბრალოდ მდიდრული უბანი არ არის. თავისი გოთიკური და არტ-ნუვო სტილის ფასადებითა და მშვიდი აურით თითქოს დღემდე ინახავს იმ ნოსტალგიურ ისტორიებს, რომლებიც პარიზს ასე ხიბლავს. ბევრს არ მოსწონს ეს ადგილი. ზედმეტად ცნობურ, მოშორებულ და მოსაწყენ ადგილად მიიჩნევენ, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. შეიძლება ტურისტებისთვის მთლად მიმზიდველი უბანი არც იყოს, მაგრამ მე ტურისტული ადგილები ისედაც არ მიყვარს. ოსმანური არქიტექტურის დიდებულება აქ ყველაზე თვალსაჩინოა. მე-19 საუკუნის მიწურულს, როდესაც აქაურობა სოფლიდან პარიზის ყველაზე პრესტიჟულ ნაწილად გადაიქცა, მე-16 რაიონი ხელოვანებისა და არისტოკრატების საყვარელ ადგილად იქცა. ახლა ვართ ავენიუ ჟორჟ მანდელზე, რომელიც თავისი საუკუნოვანი ხეებით დაბურული ხეივანით გეგონება კინემატოგრაფიულ როლს თამაშობსო. ეს არის ქუჩა, სადაც დრო თითქოს უფრო ნელა მიედინება. თან ახლა ამ პერიოდში ეს ჟასმინები ყვავის და მთელ პარიზში ჟასმინების სუნი. სწორედ ამ ქუჩაზე გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი საიდუმლოებებით მოცული წლები ოპერის დივა მარია კალასმა. ესე იგი პარიზში ესეც სიცხეა. ამ წუთას არის საღამოს 7 საათი და 38 გრადუსი. 2 და ბოლო 3 დღე 2 არა. ბოლო 3 დღე სახლიდან არ გავსულა, მარტო ჩავდივარ საღამოს 9 საათზე აქვე კუთხეში საჭმელად. და უბრალოდ ძალიან დავიღალე სახლში ყოფნის და ამიტომ გავდივარ გარეთ. ასეთი სიცხე მართლა არასდროს გამომიცდია ამდენი წლის განმავლობაში. წავედი. საღამოს ჩემს მეგობარს შევხვდი, რომელიც მივლინებით იყო ჩამოსული პარიზში. რესტორანში ვახშმობისას მეგონა რომ გადავიღე ვლოგი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩაწერის ღილაკისთვის თითის დაჭერა დამავიწყდა. აი მენინო არ მიმიჭერი არ ეკის. თურმე გონია რომ ვიღებ და არ ვიღებ, მიჭერილი არ მაქვს რეკზე. აი ჩემი მეწყვილე. მე და ნინო. ჩვენ ვიბახშმეთ ჩვენ საყვარელ რესტორანში, რომელიც ორივესთვის საყვარელი აღმოჩნდა.
მე გამოვისეინეთ ფეხით, არ მოგვეწონა რაღაც ადგილები, მე დავიკარგეთ. მე დავიკარგეთ ტაქსი გამოვიძახეთ. ეხლა მოვსეინებთ მარეში, სადაც მინდა რომ ვიყავით ჩვენთვის საყვარელი შესაფერისი ადგილი, რაც ჩვენ განწყობას შეეფერებდა. პარასკევია და თან რაღაცა უცნაურად ხალხი არ არის. არა? კი, ნამდვილად. ხო, რაღაცა რა ადგილებიც გამოვიარეთ. ხალხი არ იყო არსად. ხალხის ენაში გადახტა. ხალხის ენაში გადახტა. ისეთ ხელა. ხო და იქ რესტორანში ვყვებოდით, რომ ნუ აი ისეთ ხელა არ ვიცი. ესეთი სიცხე მე არ მინახავს და შენც არა. მაგრამ შენ ახლა კარგ პერიოდში ჩამოხვედი, იმიტომ რომ ეხლა აგრილებულია. ეს თუ აგრილებულია. ეს არის აგრილებული. არქვა არ წარმოგიდგენია რა გამოიარე. კატასტროფა გამოვიარეთ. თან აქ მზე ჩადის გვიან, ანუ 11 საათამდე დღეა. და აი ეს სანამზე ჩავა ეს 5 რო არის 41 გრადუსი 9 საათზე საღამოს. მე ჩვენ გავუძელი. გავუძელი კი, მაგრამ აქედან არ გამოსულ ვარ და მე ტირამ. Dès qu'on arrive, croisement rue de Poitou, on tourne à droite. ხო. არა, ძალიან ხა ნახე რა ამას. ძალიან ბევრი გავიდა პარიზიდან ამ სიცხეების გამო და მაგიტომაც არ არის ხოლმე. ძალიან ხო არის დილის 11 საათი და 35 გრადუსი და მაინც გამოვედი სახლიდან დღესაც 41 გრადუსია პიკში. მაგრამ ძალიან დავიღალე საშუალებით და გამოვედი მარეში, მუზეუმში უნდა შევიდე, პიკასოს მუზეუმში უნდა შევიდე. არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს. ხარ ძალიან საყვარელ პარკში. აქვე მუზეუმთან ახლოს. თამაზი. და გზად ვიყიდე თერმული წყალი. ესე ვიგრილებ ხოლმე თავს. სახში ვიგრილებ თავს და გარეთ მithuleks. სამწუხაროდ მიკროფონს დაუჭდა თურმე ბატარეა და ეს არ მექნება მიკროფონი. საყვარელი ქუდი ვიყიდე გზაში მომმარცე. ჭრილში ვიხსნი, იმიტომ რომ ვიხუთები. გზაში მახურავს ხოლმე. რა კაია ნიავი. რა ლამაზია კოლო. რაღაც გადაღება ქონია. მარეს ისტორია სავსეა დრამატული გარდასახვევით. შუა საუკუნეებში ჭაობისგან დაშრეტილი ეს მიწა მე-17 საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარის ყველაზე ბრწყინვალე ეპიცენტრად იქცა. თუმცა, როცა ლუი მე-14-მ სამეფო კარი ვერცალში გადაიტანა, მარე მიატოვეს. დიდებული სასახლეები სახელოსნოებად და საწყობებად გადაიქცა. ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს აქ აღმოსავლეთ ევროპიდან დევნილმა ებრაულმა თემმა იპოვა თავშესაფარი და უბანს სრულიად ახალი კულტურული სული შთაბერა. მე-20 საუკუნეში კი როცა ბარონმა ოსმანმა პარიზი გადააკეთა, მარეს დანგრევასა და მოდერნიზაციას გეგმავდნენ, თუმცა უბანი ბეწვზე გადარჩა და დღემდე შენარჩუნებული აქვს თავისი პირვანდელი ავთენტური იერსახე, რაც დღეს პარიზში იშვიათ ფუფუნებად ითვლება. მარე ერთდროულად თანამედროვე ხელოვნების, მოდის, ებრაული კულტურისა და ბოჰემური ცხოვრების მთავარი მექაა. სწორედ აქ მდებარეობს პიკასოს მუზეუმი. Autre chose? Bonjour. Alors, aujourd'hui, le 3e étage est fermé. Merci. Merci. Ça commence. C'est grillé.
პიკასოს მუზეუმი მარეს გულში მდებარე ულამაზეს მე-17 საუკუნის სასახლეში ოტელ სალეშია დაბინავებული, რაც თავისთავად განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის ბაროკო სტილის გრანდიოზულ არქიტექტურასა და პაბლო პიკასოს ავანგარდულ გენიას შორის. ამ მუზეუმის შექმნის ისტორიაც საინტერესოა. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა საფრანგეთის სახელმწიფოს მემკვიდრეობის გადასახადის სანაცვლოდ თავად პიკასოს პირადი კოლექცია გადასცა, რის წყალობითაც აქ თავმოყრილია 5000-ზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის ესკიზები, ქანდაკებები და მისი პირადი არქივები. ეს არ არის უბრალოდ მუზეუმი, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ესპანელი გენიოსის მთელ შემოქმედებით ევოლუციას იმ ქუჩაზე, სადაც პარიზის ისტორია და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. პიკასოს მუზეუმში დაცული კოლექცია სრულიად უნიკალურია იმით, რომ ეს თვითონ პიკასოს პირადი კოლექციაა. ნამუშევრები, რომლებიც მხატვარს სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ჰქონდა და გაყიდვაზე უარი თქვა. აქ ინახება მისი ცნობილი ლურჯი და ვარდისფერი პერიოდების ტილოები, კუბისტური შედევრები, ბრინჯაოსა და თაბაშირის ქანდაკებები და უამრავი ესკიზი, რომლებიც მის შემოქმედებით ლაბორატორიას გვაჩვენებს. გარდა ამისა, მუზეუმში გამოფენილია თავად პიკასოს კუთვნილი კოლექცია სეზანის, მატისის, მოდილიანისა და დეგას ორიგინალი ნახატები, რომლებიც მას სახლში ეკიდა. ჩემთვის პიკასოს მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მოულოდნელი სივრცე იყო არგენტინელი მხატვრის გილერმო კუიტკას მიერ მოხატული ეს პატარა ინტიმური ოთახი. კუიტკამ ეს კედლის მხატვრობა სპეციალურად მუზეუმისთვის შექმნა. ის შთაგონებულია პიკასოს 1909-1910 წლების ანალიტიკური კუბიზმით და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებით. კუიტკამ კუბისტური ფორმები, დაშლილი სიბრტყეები და გეომეტრიული აბსტრაქცია თანამედროვე ენით გადაიაზრა და ოთახის 4-ვე კედელი ერთიან მოცულობით ხელოვნების ნიმუშად აქცია. ამ ოთახში შესვლისას იქნება შთაბეჭდილება თითქოს უბრალოდ ნახატს კი არ უყურებთ, არამედ თვითონ ნახატის შიგნით კუბისტურ სივრცეში შეხვედით, საიდანაც გამოსვლა დიდი ხანი არ მინდოდა, მაგრამ დამთვალიერებლების რიგი რომ დავინახე, სხვა გზა არ მქონდა. ოლგა ხოხლოვას პორტრეტი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ექსპონატია. ტილოზე გამოსახულია რუსი ბალერინა, მხატვრის პირველი ოფიციალური მეუღლე და მუზა. ამ ნახატით პიკასომ გადაუხვია თავის რევოლუციურ კუბიზმს და დაბრუნდა ნეოკლასიციზმსა და აკადემიურ რეალიზმში. და მიზეზი ისიც რა იყო? ოლგას არ უყვარდა აბსტრაქტული ხელოვნება და მოსთხოვა პიკასოს, რომ ნახატზე საკუთარი სახე მკაფიოდ ეცნო. ამ მუზეუმში ინახება ამადეო მოდილიანის მიერ 1918 წელს დახატული ცნობილი ტილო სახელწოდებით ჟანა ებიტერნის პორტრეტი, ცისფერთვალება გოგონა. პიკასო აღფრთოვანებული იყო ამადეო მოდილიანის გენიით და ეს ტილო, სადაც მოდილიანის ტრაგიკული მუზა ჟანა ებიტერნია გამოსახული, მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძინა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში ეკიდა. ნახატზე ჟანა გამოსახულია მუქ სამოსში, ოდნავ გვერდზე გადახრილი თავითა და მუხლებზე მშვიდად დაკრეფილი ხელებით. მოდილიანისთვის დამახასიათებელი წაგრძელებული კისერი, ოვალური სახე და გლუვი სუფთა ხაზები პორტრეტს თითქმის ხატწერისებურ სულიერებას ანიჭებს. ეს ნახატი კი მატისს ეკუთვნის და მასზე მისი ქალიშვილი მარგარიტაა გამოსახული. თურმე 1907 წელს გერტრუდა სტაინის ცნობილ სალონში მატისი და პიკასო ერთმანეთს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთავარი შემოქმედებითი კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთის ტალანტს უდიდეს პატივს სცემდნენ. სწორედ ამ პერიოდში მათ გადაწყვიტეს ნახატები გაეცვალათ მეგობრობისა და მეტოქეობის ნიშნად. პიკასომ თავად აირჩია ეს ტილო მატისის სახელოსნოში, უხეში კონტურებითა და ბავშვური უშუალობით შესრულებული მარგარიტას პორტრეტი. ეს მუზეუმი დღეიდან ჩემი საყვარელი ადგილი გახდა პარიზში, სადაც აუცილებლად დაუბრუნდები. დღეს აქ გემშვიდობებით, შემდეგ ვლოგში ჩემ მეგობრებთან და ჩემ დასთან ერთად გატარებულ დღეებს გაგიზიარებთ. ასევე გაგაცნობთ ქართულ რესტორანს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ თუ პარიზში ჩამოხვალთ. მერტო ხალხოსა დავამთავრეთ. Let's go.